ვისაუბროთ სამკუთხედების ტოლობის ნიშნების შესახებ და განვიხილოთ ერთ-ერთი ასეთი ნიშანი. ეს არის სამკუთხედების ტოლობა ორი გვერდით და მათ შორის მდებარე კუთხის მიხედვით. თქვათ მოცემულია ორი სამკუთხედი EDF და MLN. თუ ვიცით, რომ ერთი სამკუთხედის ორი გვერდი და მათ შორის მდებარე კუთხე შესაბამისად უდრის მეორე სამკუთხედის ორ გვერდს და მათ შორის მდებარე კუთხეს, მაშინ ვიტყვით, რომ ასეთი ორი სამკუთხედი არის ერთმანეთის ტოლი. ანუ ამ ნახაზის მიხედვით თუ გვაქვს, რომ DE გვერდი უდრის ML გვერდს, DF გვერდი უდრის LN გვერდს და კუთხე D უდრის კუთხე L-ს, მაშინ ვიტყვით, რომ სამკუთხედი EDF უდრის სამკუთხედს MLN-ს და შესაბამისად მათ უნდა გქონდეთ ტოლი გვერდები და ტოლი კუთხეები. ამიტომ B გვერდია ეს გვერდი, იქნება ისიც 8 სანტიმეტრი, A იქნება 15 სანტიმეტრი. სამკუთხედის ტოლობის ამ ნიშნის გამოყენებით მოდი გავაკეთოთ რამდენიმე ამოცანა, განვიხილოთ ერთ-ერთი ასეთი პირობა. თქვათ მოცემულია სამკუთხედი DEF-ის მთლიანი სამკუთხედი და წეროდან გავატაროთ სხივი M სხივი, ისე რომ M წერტილი იყოს EF გვერდის შუა წერტილი, აქედან გამომდინარე EF მონაკვეთი გაიყოფა შუაზე M წერტილით, ანუ EM იქნება MF-ის ტოლი. DM სხივზე ავიღოთ T წერტილი, ისე რომ TM იყოს MD მონაკვეთის ტოლი. დავწეროთ, ესე იგი DM უდრის MD-ს. მოცემულია, რომ კუთხე E ან DEM უდრის 48 გრადუსს და კუთხე DEM DFM უდრის 52 გრადუსს და ჩვენ გვინდა ვიპოვოთ კუთხე DFT. როგორ ვიპოვოთ ეს კუთხე DFT? გამოვიყენოთ სამკუთხედების ტოლობის ჩვენს მიერ ნათქვამი უკვე თვისება და განვიხილოთ ეს ორი სამკუთხედი, ანუ EDM და TMF. რა ვიცით? ჩვენ ვიცით, რომ ეს ორი კუთხე არის ერთმანეთის ტოლი, რადგან არიან ვერტიკალური კუთხეები. EM უდრის MF-ს პირობის თანახმად, DM უდრის MT-ს, ესეც ჩვენი პირობის თანახმად, ესე იგი გვაქვს სამკუთხედების ტოლობისთვის პირველი ნიშანი და ამ ნიშნის თანახმად ეს ორი სამკუთხედი ყოფილა ერთმანეთის ტოლი, რადგან ტოლია მათ შესაბამისი გვერდების და კუთხეების ყოფილა ერთმანეთის ტოლი. ახლა როგორ მოვძებნოთ ეს შესაბამისი კუთხეები? თქვათ, რომელია 48 გრადუსიანი კუთხის შესაბამისი კუთხე მეორე სამკუთხედში, ეს კუთხე თუ ეს კუთხე? ამის გასარკვევად ვიქცევთ ასეთნაირად. ვაკურდებით მის მოპირდაპირე გვერდს, მოპირდაპირე გვერდი არის DM, ვეძებთ მეორე სამკუთხედში ამ გვერდის ტოლ მეორე გვერდს, ანუ MT არის მისი ტოლი და ვირჩევთ ახლა მის მოპირდაპირე კუთხეს, ანუ ამ კუთხეს. ესე იგი 48 გრადუსის ტოლი ყოფილა ეს TFM კუთხე. ესეც არის 48 გრადუსი. ახლა ჩვენი საძიებელი კუთხე რომ ვიპოვოთ, საკმარისია 52 გრადუსს, ანუ ამ კუთხეს დავუმატოთ ეს კუთხე და მთლიანად მოგცემს ჩვენ ამ კუთხის გრადუსულ ზომას. 52 გრადუსს დამატებული 48 გრადუსი უდრის 100. ახლა გავაკეთოთ კიდევ ერთი ამოცანა, ვთქვათ, მოცემულია ესეთი ფიგურა და გვინდა ვიპოვოთ ტოლი კუთხეები, შესაბამისი კუთხეები. ვიცით, რომ BE უდრის ED-ს და AE უდრის EC-ს. ეს ორი კუთხე არის ერთმანეთის ტოლი, რადგან არის ვერტიკალური
კუთხეები. სამკუთხედის სტოლობის პირველი ნიშნის თანახმად ეს ორი სამკუთხედი, ანუ ეს ორი სამკუთხედი, ეს და ეს არის ერთმანეთის ტოლი. შესაბამისად ეს მესამე გვერდიც ექნებათ ტოლი და ახლა ვიპოვოთ ერთმანეთის შესაბამისი ტოლი კუთხეები. დავირჩიოთ კუთხე A და როგორ მოვძებნოთ მისი ტოლი კუთხე მეორე სამკუთხედში. ვაკვირდებით იმის მოპირდაპირე გვერდს. მოპირდაპირე გვერდი არის აი ეს DE გვერდი. ვეძებთ მის ტოლ გვერდს მეორე სამკუთხედში, ეს არის ID გვერდი და შემდეგ ვირჩევთ მის მოპირდაპირე კუთხეს, C კუთხეს. ესე იგი A კუთხის ტოლი კუთხე ყოფილა C კუთხე და შესაბამისად B კუთხის ტოლი კუთხე იქნება კუთხე D. გადავიდეთ მესამე ამოცანაზე და განვიხილოთ ასეთი ამოცანა. ვთქვათ მოცემულ ამ ფიგურაზე AI მონაკვეთი უდრის IB მონაკვეთს, AB წრფე პარალელურია DC წრფის. ასევე ვიცით რომ აი ეს კუთხე უდრის ამ კუთხეს, ანუ EDC კუთხე უდრის DCE კუთხეს და ვაჩვენოთ რომ კუთხე A, ანუ აი ეს კუთხე უდრის კუთხე B-ს. მოდი განვიხილოთ სამკუთხედი DEC. DEC. ანუ ეს სამკუთხედი. აქ მაქვს მე ორი ტოლი კუთხე. ასეთი კუთხე თუ ასეთი კუთხეები მაქვს სამკუთხედში, ესე იგი ვიცი რომ ესეთი სამკუთხედი არის, ეს სამკუთხედი არის ტოლფერდა და DE და EC გვერდები ყოფილან ამ სამკუთხედის ფერდები და შესაბამისად ისინი არიან ერთმანეთის ტოლი. ახლა გადავიდეთ სხვა სამკუთხედებში და განვიხილოთ სამკუთხედი ADE და სამკუთხედი BCE. ანუ აი ეს ორი სამკუთხედი, ერთი ეს და მეორე ეს. რა ვიცით ამ სამკუთხედებიდან? ვიცით რომ AE გვერდი უდრის IB გვერდს პირობის თანახმად. DE გვერდი უდრის IC გვერდს. იქიდან გამომდინარე რომ სამკუთხედი DEC არის ტოლფერდა და DE და IC არის ფერდები და ერთმანეთს უნდა უდრიდეს. ახლა ნახოთ. აი ეს კუთხე AID კუთხე. ეს კუთხე იქნება EDC კუთხის ტოლი. ეს კუთხე უდრის ამ კუთხეს, ვინაიდან ისინი არიან შიგა ჯვარედინად მდებარე კუთხეები. ანალოგიურად BEC კუთხეც ესეც უნდა იყოს ECD კუთხის ტოლი, ანუ ეს ამის ტოლი, იგივე წესის თანახმად რომ არიან შიგა ჯვარედინად მდებარე კუთხეები. ესე იგი თუ დავაკვირდებით კარგად, ჩვენ შეგვიძლია უკვე გამოვიყენოთ სამკუთხედის ტოლობის პირველი ნიშანი, რადგან გვაქვს ორი გვერდი, ეს ამ გვერდის ტოლი, AE გვერდი, IB გვერდის ტოლი და მათ შორის მდებარე კუთხეები ტოლი. შესაბამისად უნდა იყვნენ ეს ორი სამკუთხედი უნდა იყოს ტოლი და უნდა გქონდეთ ტოლი კუთხეები და ტოლი გვერდები. ამიტომაც ზუსტად ის რისი ჩვენებას ჩვენ გვინდოდა, უკვე ფაქტურად ვაჩვენეთ და გამოდის რომ კუთხე A უდრის კუთხე B-ს.